გამარჯობა, ეთერშია სოლიდარობის სტუდია და გადაცემას გაუძღვები მე დავით ახვლედიანი. ჩვენი სტუმარი გახლავთ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია. მოგესალმებით თემურ, მადლობა რომ გვეწვიე სტუდიაში. საინტერესოდ ვითარდება მოვლენები სოფლიო პოლიტიკაში და გამოძახილია ეს ყოველივე საქართველოში. დავიწყოთ იმით, რომ რამდენიმე დღის წინ დონალდ ტრამპმა, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა რუსეთის პრეზიდენტის მისამართით გააკეთა განცხადება, რომ ის ცეცხლს ეთამაშება და ეს შესაძლოა იყოს რუსეთისთვის ძალიან ცუდი რამ და გარდა ამისა ამას მოყვა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილის დიმიტრი მედვედევის განცხადება, რომ ეს ცუდი რამ შეიძლება იყოს მხოლოდ მესამე მსოფლიო ომი. როგორც კი ეს პოლემიკა დასრულდა, უმალ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა მიულოცა დამოუკიდებლობის დღე საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ ყაველაშვილს და ჩვენ გვახსოვს დიდი მითქმა-მოთქმა იყო აქ დაფინანსებული ოპოზიციის მიერ, რომ დასავლეთი ამერიკის შეერთებული შტატები ბრიუსელი არ ცნობს ამ ხელისუფლებას და ეს ხელისუფლება არის არალეგიტიმური, მაგრამ აი ამ სიტყვიერი დაპირისპირების შემდეგ რუსეთის ხელისუფლებასთან, უშუალოდ პუტინთან, შემდეგ მოყვა ასეთი უეცარი დათბობა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ჩვენ ვიხილეთ ეს განცხადება დამოუკიდებლობის დღის მოლოცვასთან დაკავშირებით. როგორ ფიქრობთ, რატომ მოხდა ეს შემთხვევითი იყო აი ამ ყოველივეს შემდეგ? თქვენი აზრი როგორი იქნება ამასთან დაკავშირებით? მოგესალმებით კიდევ ერთხელ. ჩვენ უნდა შევხედოთ იმ სიტუაციას, რაც საქართველოში პოლიტიკური სიტუაცია. საპარლამენტო არჩევნები, რომელიც ჩატარდა შარშან ოქტომბერში, ამ არჩევნებმა აჩვენა, რომ ოპოზიცია აგებს არჩევნებს. მიუხედავად ქვეყანაში შექმნილი სოციალურ-ეკონომიკური კრიზისი, საქართველოს ხალხი, საქართველოს მოსახლეობა მხარს არ დაუჭერს აი ამ ძალას პროდასავლურ ოპოზიციას, რომელსაც ქვეყანა მიყავს დაღუპვისაგან და ქართული ოცნება აქედან გამომდინარე გაიმარჯვა დამაჯერებლად. ოპოზიციამ დაუშვა ძალიან უხეში შეცდომა, რომ არ შევიდა პარლამენტში და საპარლამენტო ტრიბუნა არ იყენებს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის, რაც კარგია საქართველოსთვის და დღეს ჩვენ ხედავთ, რომ ქართულმა ოცნებამ თავისი მდგომარეობა განემტკიცა, ის არის ერთადერთი ძალა, რომელიც მართავს ქვეყანას და მას საფრთხე არ ემუქრება როგორც მმართველ ძალას. მას საფრთხე არ დაემუქრება როგორც მმართველ ძალას ადგილობრივ არჩევნებშიაც 5 ოქტომბერს. სახელმწიფო გადატრიალების დესტაბილიზაციის მცდელობები დასრულდა მარცხით. შესაძლებელია კიდევ ეს მცდელობა ამ მცდელობას ადგილი ჰქონდეს, მაგრამ ის ასევე მარცხით დასრულდება. აქედან გამომდინარე, როგორც დასავლეთი, ისე რუსეთი ხედავს, რომ ქართულ ოცნებას მდგომარეობა გამტკიცებული აქვს, თვითონ ქართული ოცნებაც ამას ხედავს და აქედან გამომდინარე ჩვენ ხედავთ, რომ როგორც შეერთებული შტატების ადმინისტრაცია, ისე რუსეთის ხელისუფლება ცდილობს, რომ ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობები კონდეს საერთო ჯამში ქართულ ოცნებასთან. შეერთებული შტატები ამას ურიგდება ძალიან ძნელად, მაგრამ იძულებული გახდება, რომ შეურიგდეს. აი, აქედან უნდა გამოვიდეთ, როცა ჩვენ ვაკვირდებით თუ რა განცხადებებს აკეთებს შეერთებული შტატების ახალი ადმინისტრაცია საქართველოსთან დაკავშირებით და ხელისუფლებას. და ყველაზე საინტერესო ის გახლავთ, რომ გარდა ამ დამოუკიდებლობის დღის მილოცვისა, რომელიც პრეზიდენტ მიხეილ ყაველაშვილის სახელზე იქნა გამოგზავნილი, აქვე იყო ესეთი ოპოზიციის წარმომადგენელთა მხრიდან, რომ აი ჩვენ არ ვიცით, ეს შეიძლება ფეიკი იყოს, ეს ყალბი იყოს, ეგ ბესელია ამბობდა, მე მგონი, სანამ არ გვაჩვენებთ ამ ორიგინალს, დედანს, ამ გამოგზავნილ წერილისა, მანამდე არ დავიჯერებთ, მაგრამ ეს გაჭრილი ვაშლივით ფაქტის ახეზე იყო, როდესაც ტრამპს ჩაუვარდა ეს თავისი მოწადინება უკრაინის კონფლიქტის ჯერ 24 საათში დასრულების შემდეგ, 100 დღეში დასრულების შემდეგ, აი ლავირების რო ცოტა ჩვენ, ცოტა თქვენ რუსეთთან მიმართებით, რუსეთი წამოვიდა ყველანაირ სიგნალები იყო პოზიტიური, განაახლეს ეს სტამბულის შეხვედრა
თურქეთმა დაუთმო მოედანი მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ იმ საწადელს ვერ მიაღწია იმ სოფლიო მართლობის წნეხის გამო, ეგრეთ წოდებული deep state-ის გამო და საბოლოო ჯამში გაბრაზებულმა თქვა ასეთი ფრაზა, რომ ეს რუსეთისთვის შეიძლება უბედურებით დასრულდეს, ძალიან ცუდ დღეში ჩავარდება, უпростоრად და უკმაყოფილო იყო პუტინისადმი და ეს გამოხმაურება შემთხვევითი არ იყო მედვედევის მხრიდან, რომ პირდაპირ თქვა, რომ რა აქვს ამ კაცს ალაპარაკო, მესამე მსოფლიო ომი იქნებაო. და უმალ მოდის მიილოცვა დამოუკიდებლობის დღის ყაველაშვილისადმი. გარდა ამისა, რა ამძაფრებს და რა ადასტურებს ამერიკელების ესეთ ოპერატიულ შეშფოთებას და უცებ მიმართვის შერბილებას საქართველოს ხელისუფლებისადმი მათ როგორც ჩანს კიდევ უფრო ესეთი პოზიცია დააფიქსირეს მიმართეს ასევე ბიძინა ივანიშვილს. სულ ახალი ამბავია ელჩი დანიგანი მას აწვდის წერილს, რომელიც მარკო რუბიო არის ავტორი ამ წერილის და ისინი ითხოვენ ბიძინა ივანიშვილთან უკვე კიდევ ერთ შეხვედრას, რაზეც ბიძინა ივანიშვილს აქვს პასუხი, რომ ის არ შეხვდება. ამას საკმაოდ ლოგიკურად ხსნის, მე მინდა პირდაპირ ეთერში ვისარგებლო შემთხვევით და გამოვხატო აი ამ გადაწყვეტილების გამო პირადად პერსონალურად ბიძინა ივანიშვილისადმი ესეთი დადებითი მიდგომა, რომ ეს არ არის მარტივი საკითხი დაუპირისპირდე, პრინციპში ის არ უპირისპირდება, ის ლოგიკურად ცემს პასუხს იმ მოწვევას მოლაპარაკებებზე, რასაც ითხოვს სახელმწიფო დეპარტამენტი ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის ხელით. ჩვენ გვახსოვს, რომ ელჩი არესტრებოდა დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. ამაზე იყო ასევე პასუხი გაცემული პრემიერ-მინისტრმა კობახიძემ თქვა, თუ არ მეშლება, რომ როგორც ჩანს deep state მძლავრობს, ელჩს უნდოდა დასწრება, მაგრამ ამ მდგომარეობიდან გამომდინარე ვერ დაესწრო და ნახეთ ივანიშვილის პასუხი როგორია. პირადი შანტაჟის ფონზე ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატების ელჩთან შეხვედრა და სახელმწიფო საქმეებზე საუბარი არასწორად მიმაჩნია, ბიძინა ივანიშვილი ამბობს. ასე დროს აუცილებლად მექნება კომპლექსი, რომ გადაწყვეტილებას ჩემი პირადი ინტერესების საპირწონედ ვიღებ. ეს კაცი მიანიშნებს იმაზე, რომ ამ ქვეყანას ყავს ხელისუფლება. ბევრი რამის სასწორზე დადება მომიწია, ვიდრე 2012 წლის შემდეგო. ასევე იმ წერილში, რომელსაც აქვეყნებს ივანიშვილი, არის საუბარი იმაზე, რომ დღემდე გაყინულია მისი თანხა იქ შვეიცარიულ ბანკთან მიმართებით. ეს თანხა იქნა მოგებული ერთი სასამართლო და გამონთავისუფლდა. კაცი ამბობს, რომ მზად ვიყავი ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მიერ ნებისმიერი მითითების მიხედვით ეს თანხა დამეხარჯაო, მაგრამ არ მისცეს ამის საშუალებაც, რაც პირდაპირ შანტაჟიაო მიუთითებს. ანუ ყველანაირად დიპლომატიურად მაღალ აკადემიურ დონეზე ეს ადამიანი ცდილობს, რომ დაალაგოს ურთიერთობა. მაგრამ ისინი თამაშობენ. მათრახის და თაფსკვერის პოლიტიკა აქვთ და თან არ გამოსდით. მაგრამ ეს ბოლო პასაჟი, რაც ახლა ხდება, ჯერ ყაველაშვილისადმი დამოუკიდებლობის დღის მიილოცვა და შემდეგ უკვე წერილი ბიძინა ივანიშვილს, ეს მიუთითებს, რომ მათ კავკასიაში არ აქვთ კარგად საქმე. ბევრი დრო რომ არ წავიღო, აქვე კიდე დავამატებ ერთ ასეთ მნიშვნელოვან გარემოებას. სადაზვერვო სამმართველო ამერიკის შეერთებული შტატების, ოღონდ არა CIA, ეგრეთ წოდებული CRU, არამედ პენტაგონის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამმართველო აქვეყნებს ანგარიშს, სადაც საუბარია სწორედ საქართველოზე და სომხეთზე. სომხეთზე იქ აღნიშნავენ, რომ ოდეკაბედან გასვლის ალბათობა მიუთითებდა იმაზე, რომ დაიძაბა ურთიერთობა რუსეთთან, მაგრამ საქართველოზე მზარდი გავლენა აქვს რუსეთის ფედერაციას. ეს მათი ხედვით. მაგრამ მზარდი გავლენა რუსეთის ფედერაციას კი არ აქვს. საქართველოს სუვერენიტეტს აქვს მზარდი გავლენა უკვე აქ რეგიონში. ეს არის ყველაფერი იმის ერთობლიობა, რაც ჩვენ ახლა გვაქვს და თემურ თქვენი აზრი არის საინტერესო იმასთან დაკავშირებით, რომ ბიძინა ივანიშვილი აკეთებს რა ამ საპასუხო განცხადებას.
რას უნდა მოველოდოთ? ახლა საინტერესოა ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის, ტრამპის ადმინისტრაციის შემდეგი სვლა და თავად რუბიოს როგორი სახელმწიფო დეპარტამენტს როგორი პოზიცია ექნება უკვე შემდგომში. შეერთებული შტატების ადმინისტრაცია დღევანდელი ისევე როგორც წინა ადმინისტრაცია, რა თქმა უნდა, უყურებს საქართველოს ხელისუფლებას, როგორც მოწინააღმდეგეს, როგორც ხელისუფლებას, რომელიც არ მიდის დათმობებზე და არ გადააქცია საქართველოს მის მოკავშირედ მესამე მხარის, კერძოდ რუსეთის წინააღმდეგ და ირანის წინააღმდეგ. აქედან გამომდინარე, მე სრულიად დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ ადმინისტრაციას ტრამპისას არ აწყობს საქართველოს დღევანდელი ხელისუფლება. მას აწყობს მარიონეტი ხელისუფლება, რომელიც გადააქცევს საქართველოს მის ხელში საგარეო პოლიტიკის იარაღად. ისე როგორც ეს იყო მიშა სააკაშვილის დროს. აი ამ ძალიან მნიშვნელოვან რეგიონში, სამხრეთ კავკასიაში. აქედან გამომდინარე, ჩვენ ყოველთვის უნდა ვიყოთ მზად მათი ისეთი მოქმედებისკენ, რომელიც გაამწვავებს შიდა პოლიტიკურ ვითარებას, რომელიც მიმართული იქნება დესტაბილიზაციისკენ, მიმართული იქნება საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევისაკენ, თუმცა დღეს შეერთებულ შტატებს ამის თავი არ აქვს. საქართველოს ხელისუფლებამ დღევანდელმა და ქართულმა ოცნებამ განემტკიცა თავის მდგომარეობა. ეს გამომდინარეობს, ეს არა მხოლოდ ქართული ოცნების დამსახურება, პირველ რიგში ეს ქართული ხალხის დამსახურებაა და მეორე საერთაშორისო მდგომარეობისა, რომელიც შეიქმნა მსოფლიოში. შეერთებული შტატები ვერ აკონტროლებს ვითარებას მსოფლიოში და მათ შორის სამხრეთ კავკასიაშიც. აქედან უნდა გამოვიდეთ, იმიტომ რომ მას არ გააჩნია ის რესურსები, შეიცვალა მსოფლიო ორ დიდ გავლენის სფეროდ არის უკვე დაიყო რუსეთ-ჩინეთის ალიანსი აკონტროლებს აი მეორე ალტერნატიულ სივრცეს და შეერთებულ შტატებს ვერ აქვს გავლენა პოსტსაბჭოთა სივრცეზე ისეთი როგორც მანამდე ჰქონდა. უნდა გამოვიდეთ აქედან და რადგანაც ხედავენ რომ ქართული ოცნება ასე ადვილად წასაქცევი რამ არ არის, აქედან გამომდინარე ისინი მათ შეიძლება შეცვალონ აი ეს აგრესიული პოლიტიკა საქართველოს ხელისუფლების მიმართ და ჩამოყალიბდნენ უფრო გრძელვადიან მოქმედებების გეგმაზე, რომელიც ასევე ითვალისწინებს ქართული ოცნების შეცვლას პროამერიკული აქ ხელისუფლებით. მაგრამ მათ არ აქვთ უკვე ამ ხელა დასაყრდენი. ეხლა მე დასავლურ მედიას ვაქცევ ყურადღებას, Deutsche Welle-ს მაგალითად ვკითხულობდი. ეს 26 მაისს სალომე ზურაბიშვილი რო გამოვიდა, იქ დადგა პიუპიტრთან და კვლავ, ჩვეული სტილით რაღაც განცხადებებს აკეთებდა. ისეთი მოდერაცია ხდება ტექსტების. დასავლურ მედიაზე აქვს საუბარი და ერთ-ერთი ფლაგმანია ხო Deutsche Welle, გერმანიაში, არა მარტო გერმანიაში, ევროპაში, როგორც ფრანგული მედია საშუალებები აქვს აუდიტორია, ასე ვთქვათ, მაგრამ აბსოლუტურად ბინდი აქვს გადაკრული. ისე ახსნიან და ისე წარმოაჩენენ სალომე ზურაბიშვილის თვითონ პერსონას, რომ ის არის ერთ-ერთი აქ მთავარი აი იმის დელაკრუას სურათი რო არის ქალი ბარიკადებზე. დაახლოებით მიაჩნიათ, რომ ამ ხელა რეიტინგი აქვს ამ სალომე ზურაბიშვილს. როდესაც ამ ხალხს სპლინტუს ქვემოთ აქვს რეიტინგი. ხარდამჭერები არ აყავს. ყავს მხოლოდ აი ეს თავღია ხალხი, აი ეს თმაშეღებილი ახალგაზრდობა, რომლებიც რასაც ჩაზახებ, იმას ამოგზახებს და ძალიან მცირე ნაწილი. აი შეკრებებზე, როდესაც რუსთაველზე იკრიბებიან დაახლოებით, აი მაქსიმუმ 400 კაცი. რაც ეს არაფერს არ ნიშნავს, მაგრამ ტექსტები ისეთი აქვთ ამ მედია საშუალებებს, დასავლურ მედია საშუალებებს, რომ მაქსიმალურად უნდა წარმოაჩინონ, რომ აქ არსებობს რაღაცა სერიოზული ოპოზიციური პოლუსი, რაც ნამდვილად ასე სიმართლეს არ შეესაბამება. ანუ ხავს ეჭიდებიან. სურთ აქ თავიანთი დასაყრდენი ძალაც ყავდეთ, მაგრამ არ გამოსდით. სხვა საკითხია კიდე დასავლელი ელჩები რა განცხადებებს აკეთებენ, თუნდაც ევროკავშირის ელჩი ჰერჩინსკის პოლონელი კაცი გზააბნეულივით რაღაც განცხადებებს რო აკეთებს.
მაგრამ დაუბრუნდეთ კვლავ არსებულ ვითარებას, ახლა სწორება მაინც არის ამერიკის შეერთებულ შტატებზე, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლესი ვერტიკალი, ეს მთავარი მოქმედი პირები, საქართველოს ხელისუფლების პრემიერ-მინისტრი, ქალაქის მერიც, ანუ ყველა ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ ისინი იმედით შეჰყურებენ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციას, რომ მას ჰქონდა ზუსტად ისეთი დღის წესრიგი, როგორიც აქვს საქართველოს, ეს ტრადიციები, ქრისტიანობა, არა ამ გახსნილებას და LGBT-ს და ამიტომ ეს არის თანხვედრი და ისინი მოელიან, რომ მოხდება გადატვირთვა ამ ურთიერთობების შტატებთან. ანალოგიური ტიპის განცხადება აქვს ბიძინა ივანიშვილს ამ წერილში, რომ ის დღემდე მოელის და ის მომხრეა, რომ მოხდეს ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გადატვირთვა, თუმცა ის ასევე აგრეთვე ხსნის იმ მიზეზებს, რატომაც ამბობს ის უარს თუნდაც ელჩთან შეხვედრაზე, მე კიდე ჩავიკითხავ ციტატებს, ამერიკულ მხარესთან შეხვედრებზე უარის მიზეზი ადრეც საჯაროდ განმარტე, ამბობს ივანიშვილი და ის კვლავაც უცვლელია. Გავიხსენებთ, რომ პირადი შანტაჟის პირობებში შარშან ბატონ ობრაიენსაც უთხარი უარი შეხვედრაზე, როდესაც ჩემს მიმართ ჯერ მხოლოდ არაფორმალური სანქციები მოქმედებდა. შეხვედრის შეთავაზება მანამდეც რამდენჯერმე მივიღე და მაშინაც იგივე მიზეზით თქვი უარი, რაც წინა ადმინისტრაციას არაერთხელ წერილობითაც განვმარტე. მთელი პარადოქსი კიდე იმაში მდგომარეობს, რომ წარმოვიდგინეთ, შტატები ინათიქ deep state-ია თუ სოფლიო მართლობა თუ რაც არის, რა მნიშვნელობაა? ანუ ერთი დედაქალაქია ამ სახელმწიფოს, ვაშინგტონი, ერთი სახელმწიფო მინისტრი ყავს, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი, ერთი ადმინისტრაცია ყავს, ტრამპს, როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაცია და ასანქცირებენ ადამიანს. ნუ ისინი და ეს ოპოზიცია ეძახის მას არაფორმალურ მმართველს, მაგრამ თან ადამიანს ასანქცირებდე და თან წერილებს უგზავნიდე, რომ მოდი ახლა ჩვენ შენთან გვინდა საუბარი და ასე წრეს ურტყავდე. ეს არის თუ არა უთაუბოლობა, სულმცირე და გზააბნეულობა და კიტაი აქათამს რომ ცულით თავს წააგდებინებენ და ეს ხეული რო დარბის, ეზო და სისხლს რო რწყავს. აი ეს მოქმედება გავს თუ არა ამას ყველაფერს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციის მხრიდან. რასაც ახლა აი ამ წერილებით ცდილობენ მიაღწიონ. თანმიმდევრულობა არ ჩანს. კაცს ასანქცირებდე და თან ეუბნებოდე, ახლა მოდი შენთან შეხვედრა მინდაო, ეს სად გაგონილა, ან საერთოდ რა თანმიმდევრულობაზეა ლაპარაკი? ეს კითხვები არ ჩდება? რა თქმა უნდა ჩდება, საერთოდ ტრამპი არაა თანმიმდევრული. თავის განცხადებებში ეს ყველა იმ საკითხთან დაკავშირებით გამოჩნდა, რომელიც არის საკვანძო საკითხები სოფლიო პოლიტიკის, მათ შორის საქართველოსთან მიმართებაში. მე კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, თანმიმდევრულია შეერთებული შტატების ადმინისტრაცია იმაში, რომ მას არ ჭირდება ანტიამერიკული, ასე ვთქვათ, თუნდაც ნეიტრალური ხელისუფლება ისეთ რეგიონში, როგორიცაა სამხრეთ კავკასია და ის თავის მიზანს შეეცდება, რომ მიაღწიოს, რომ ხელისუფლება შეიცვალოს. აქედან გამომდინარე, ეს ქრისტიანული და კონსერვატული ერთიანობა, იდეური ერთიანობა, რომელიც დღეს არსებობს ქართულ ოცნებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, თუმცა ქართული ოცნება კონსერვატივის მედროში ნამდვილად არ იყო რამოდენიმე წლის წინ. აი ეს ერთიანობა ვერ უშვილეს. ამ მდგომარეობის მთავარი აქ უნდა ვეძებოთ მიზეზი იმისა, თუ დამყარდა ასე თუ ისე ნორმალური ურთიერთობები საქართველოს ხელისუფლებასა და ტრამპის ადმინისტრაციას შორის, ეს მიზეზი უნდა ვეძებოთ საქართველოს ხელისუფლების მდგომარეობის გამტკიცებაში, რომ მას გააჩნია გარკვეული რესურსები, რომ თავი დაიცვას, თავის პოზიცია დაიცვას და არ დაყვეს ამერიკის შეერთებული შტატების ადმინისტრაციას იმ მიზნებში, რა მიზნებიც მას გააჩნია საქართველოს მიმართ. და რასაც ხემდე წარმატებით აკეთებს ეს ხელისუფლება. მთავარი გარანტია არის საქართველოს გააჩნია თუ არა რესურსები და ქართულ ოცნებას გააჩნია თუ არა რესურსები იმისა, რომ მან მტკიცედ შეინარჩუნოს ხელისუფლება და აი ეს მდგომარეობა, პოლიტიკური წონასწორობა საქართველოში. მხოლოდ აქედან უნდა გამოვიდეთ. ტრამპი თუ კონსერვატორია, თუ ის ქრისტიანია, თუ ის ესე იგი სწორ, ასე ვთქვათ, იდეოლოგიურ
ასე ვთქვათ, მიმართულებას მოაჯდა და ამ მიმართულებას იცავს, ეს არ ნიშნავს, ეს არ არის გარანტია იმისა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია არ შეეცდება აქ არეულობა არ მოახდინოს. რაც შეეხება ოპოზიციას, სალომე ზურაბიშვილი მართლაც არის ლიდერი ოპოზიციისა, ერთადერთი ფიგურაა, რომელმაც შეიძლება გაერთიანოს აი ეს ოპოზიცია, რომელიც დღეს პროდასავლური ჩვენ გვყავს. და მაგრამ უბედურება მაგალითად იმაშია, რომ ეს პროდასავლური ოპოზიცია არის ლიბერალური. და შეერთებული შტატებში უკვე კონსერვატიული, ასე ვთქვათ, მის საწინააღმდეგო გარგნულად ყოველ გლობალისტები არიან. ხო, ის მოექცა სათავეში და მათთვის ეს ოპოზიცია არ გამოდგება დასახდენად. ამ თვალსაზრისითაც კი. თან უგვანოები არიან. აი პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ რატომ არიან ახლა ისინი უგვანოები. პირდაპირ ემორჩილებიან ინსტრუქციებს დასავლეთიდან. აი იმ deep state-დან. ახლა ვიღაცას შეიძლება არ ვიცი, მათივე მხარდამჭერებს ეს ეცინებათ ამაზე, ეს deep state გონიათ რაღაც უჩინმაჩინი გერბერტ უელსის რაღაც ეს ადამიანი უჩინმაჩინი როა, გავანებოთ ამას ყველაფერს თავი, მაგრამ რატომ არიან ახლა ესენი უგვანოები? მაგალითი იმისა, რომ თავად არიღებენ გადაწყვეტილებებს და აბსოლუტურად მართულები არიან. ყველაზე ცუდი პარალელი შეიძლება ახლა გავალოთ იმასთან, თუ როგორ გადმოდის თვითმფრინავის ტრაპიდან მათი ასევე სულიერი ძმა და მეგობარი ემანუელ მაკრონი. აი პირდაპირ ჰუკი მარცხნიდან გაუკეთა ქალმა, მისმა ცოლმა. თავად რომ არიღებენ გადაწყვეტილებებს, აი ზუსტად ისევე ჩანს, როგორც ასეთი ანალოგი იყო საბჭოეთის დროს გორბაჩოვი. რაისა მაქსიმოვნა, რასაც ეთყოდა, იმას აკეთებდა. თქვა ერთხელ რომ საქართველო კარგია ქართველების გარეშე და ახლობებით ასეთივე ტიპი არის ახლა ეს მაკრონი, რომელიც ასევე გზააბნეული საქართველოს მიმართ ხან ეს მისი ელჩი მხარს უჭერდა აქ საქართველოში მყოფი LGBT-ს, ბოლო მომენტამდე მხარს უჭერდა, უცნაური განცხადებებით შემოიფარგლებოდა, მაგრამ ხო ვნახეთ, ოჯახის წევრი, მისი ცოლი სახეში ურტყა მსილას. ანუ რუსები ამას ეძახიან პატკაბლუჩნიკს. ქუსლის ქვეშ მყოფს. სხვა რა შეიძლება ამას ეწოდოს და ასეთები არიან ეს ოპოზიციონერები. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს უბრალოდ ვინც არიან ახლა იქ კაცები, შარვლები აცვიათ კი და პიჯაკები აცვიათ, მაგრამ ახლა მათი კაცობა საქციელით შეესაბამება იმ წარმოდგენას, რაც ქართველი კაცის წარმოდგენაშია, ხო არა? აი დაახლოებით ასეთნი არიან გაერთიანებულები ამ ოპოზიციაში. თავიანთი ამ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით. მათი პოზიციები ძალიან შესუსტებულია 30 წლის მანძილზე. პროსტორად აი 2003 წლიდან დღემდე ლიბერალურმა ოპოზიციამ საერთოდ სახე დაკარგა და მათ არავითარი მხარდაჭერა არ გააჩნიათ საქართველოს მოსახლეობაში. მათი მხარდამჭერები არიან ნაწილი, შეიძლება ითქვას, მხარდამჭერების ერთი ნაწილი არის ისეთი ნაწილი, რომელსაც ცხოვრება ძალიან უჭირს. ძალიან უჭირს, განსაკუთრებით სოფლად და ქალაქადაც. ასე რომ ჩვენ ვხედავთ დეგრადაციას აი ამ პროდასავლური ოპოზიციისა, მაგრამ საშიშროება იმაში მდგომარეობს, რომ ზუსტად შეერთებული შტატები და დასავლეთი ჯერჯერობით ევროპა არა, იმიტომ რომ ევროპა ჯერჯერობით ლიბერალურია, მოძებნის შესაბამის დასახდენს საქართველოს შიგნით. ზუსტად აი იმ ხალხს, რომელიც სხვა ფორმით და სხვანაირად გამოვლენ პოლიტიკურ ასპარეზზე. აი კონსერვატული, ქრისტიანული ღირებულებებით, ოჯახის სიწმინდის დაცვის ღირებულებებით და ასე შემდეგ. შეიძლება ისე მოხდეს, რომ დასავლეთმა თავის მოკავშირეები მონახოს უკვე მოქმედ კონსერვატიულ ძალებში და მემარჯვენე ძალებში, რომლებიც მოდიან თავისი არსით 80-იანი წლების მეორე ნახევრის ეროვნული მოძრაობიდან, რომელიც იყო მაშინ პროდასავლური და პროამერიკული. ჩვენ ძალიან გვახსოვს ეს. ასე რომ ეს საშიშროება არსებობს, თუმცა ამას დრო ჭირდება ამ ფორმატირებას თავისი მომხრეებისა, რომ მან ახალი ტიპის
შიდა პოლიტიკური ძალა ისეთი მონახონ, რომლის მეშვეობითაც მოახდენენ გავლენა შიდა პოლიტიკურ პროცესებზე. ამას დრო ჭირდება. დრო კი ეს თვეები არ არის, ეს რამოდენიმე წელი მაინც არის ალბათ და აქედან გამომდინარე ქართულ ოცნებას ეს აქვს, ეს 1, 2, 3 წელი აქვს. მაგრამ ქართულ ოცნებას არ აქვს დრო იმ გაგებით, რომ ძალიან მძიმე სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა საქართველოში და ხალხი მშიერია და ის პრობლემები, რომელიც 30 წელია დაგროვდა, არც ერთი მსხვილი პრობლემა არ არის გადაჭრილი. სოციალური პრობლემა, ეს უმუშევრობა, ეს მაღალი ხელფასები, რომელიც თანდათან უფასურდება, რეალური შემოსავალი, ეს არის მიგრაციის მაღალი დონე, დემოგრაფიული პრობლემები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. აი ამ პრობლემებს თუ არ მოუარა ქართულმა ოცნებამ, აუცილებლად გამოჩნდება ბევრად უფრო ეფექტური ოპოზიცია, რომელსაც ხარს დაუჭერს შეერთებული შტატები და დასავლეთი ბრიუსელი და შექმნიან ძალიან მძიმე ვითარებას საქართველოში. ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ. და ერთადერთი წამალი ამისთვის არის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის შეცვლა ქვეყანაში. ისეთი ვითარების შექმნა, რომელიც აწყობს საქართველოს მოსახლეობის დიდ უმრავლესობას. ეს შეეხება სოციალურ პოლიტიკას, ეკონომიკურ პოლიტიკას, ეს შეეხება ახალი ბაზრების შეღწევას, იმ ბაზრებში საქართველოს მდგომარეობის გამტკიცებას და მოპოვებას, რომელსაც მოყვება ადგილობრივი ეკონომიკური სიტუაციის გაუმჯობესება, დარგების აღდგენა, ტრადიციული დარგებისა, რომელმაც თავის დროზე აპრობირებული დარგებისა, რომელმაც თავის დროზე ჩვენ წარმატება მოგვიტანა და ამ მიმართულებით უნდა იმუშაოს ქართულმა ოცნებამ. ჯერჯერობით სამწუხაროდ ამის ნიშნები არ არის. თემ თქვენ ახლა ბრძანეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატები და დასავლეთი მოახერხებს და შექმნის აქ ძლიერ ოპოზიციას. როგორ შეძლებს ამის შექმნას? ნუ გასაგებია, ფული ბევრ ამას წვეთს. კი ბატონო, შევთანხმდეთ იმაზე, რომ ფინანსური ინიექციები ბევრ ამას წვეთს. და შესაძლებელია მართლაც აი ამ თანხამ, რომელიც ახლაც აგზავნიან თავიანთი არხებით და ამ ოპოზიციას ურიგდება ეს თანხები, მაგრამ რესურსი სულ ხდება უფრო მწირი და მწირი. ახლა თქვენ თქვით, რომ გადინებაც არის ქვეყნიდან, მოსახლეობისაც სამუშაო ძალის დეფიციტიც იქნება, ახლა დარგების აღდგენაზე საუბრობდი და ასე შემდეგ, მაგრამ იმ მეთოდოლოგიით, რაც უკვე შაბლონივით აქვთ ჩამოყალიბებული დასავლეთში და ეს ეგრეთ წოდებულ მეთოდიჩკებს რომ ეძახიან, მოუძველდათ მათ ეს მეთოდოლოგია, არ მუშაობს რიგ შემთხვევაში, არ მუშაობს თუნდაც აი PR ტექნოლოგიების თვალსაზრისით. თავიანთი ჯიბის მედიის კუთხით გულისხმობ აგრეთვე ჩვენ სახეზე ქონდა რამდენიმე არხი უკვე მიიხურა არ აქვთ, მაგრამ ეს მედია რუპორები მაინც აქვთ ხელთ დარჩენილი. მაგრამ მხოლოდ თანხის დარიგება ხომ არ არის. სახეზეა რომ მინავალდა, ანუ ხარდამჭერებიც იმდენი არ ყავთ. ობიექტურად განსაზღვროთ. არის ნაწილი, რომლებიც დღემდე გამოდიან, აი ეს ყვირიან, აკვიატებული ესეთი შარპისეული მეთოდოლოგიით, აკვიატებული ფრაზეოლოგიით, მეგაფონში რომ ყვირიან, მაგრამ აღარ მუშაობს ეს. მათ პრობლემა აქვთ მეთოდოლოგიის. უკვე მოძველდა ეს ტექნოლოგიები. სიახლეს ვერაფერს ვერ სთავაზობენ. მარტო თანხა ხომ არ არის. ანუ თანხა შეიძლება, მაგრამ ისინიც ჰაერზე ხომ არ ისვრიან ამ თანხას. თანხა შეიძლება გადმორიცხონ, კონკრეტულმა პირებმა ხელით მოაწერონ საბანკო ანგარიშს, რომ კი ჩაგვერიცხა ეს თანხა, მაგრამ ვერ შეუსრულებენ და დრო მიდის და მათ თავიანთი ამოცანების შესასრულებლად ჭირდება თქმედითი ოპოზიცია, რომელიც სრულად იმპოტენტია. არ შეუძლია რა იმის შექმნა. ვერ აკეთებენ ვერაფერს. მხოლოდ ის რომ აი ვინ ყავთ ახლა ოპოზიცია. ჩვენ დავასახელეთ ეს სალომე ზურაბიშვილი, ეს პაატა ბურჭულაძე, მამუკა ხაზარაძე, ანუ face control-საც ვერ გადიან ეს ხალხი. გახარია. ხო, ანუ გახარია. საერთოდ face control-ზე როცა ლაპარაკი ახლა გახარიაზე საერთოდ რა ვიცი. წარმოიდგინეთ, რა შეუძლიათ ამ ადამიანებს. ადრე თუ არჩევდნენ, აი ჯერ კიდე მაშინ
ნარინჯისფერი რევოლუციების დროს ეს იუშენკო იყო, თუნდაც ეს სააკაშვილი დიპლოდოკივით 2 მეტრიანი ტიპები, რომ გასაგებია, რომ მასებზე რაღაცა გავლენა შეიძლება კონდეს, რომ წარმოსადეგი, იქ რაღაც PR-ში გათვითცნობიერებული, ეს NLP-ს რო ფლობს, ეს ფრაზეოლოგია დაალაგებული, იუშენკო იყო ასეთი ტიპი, თუნდაც იგივე სააკაშვილი, მაგრამ აღარ მუშაობს ეს ყველაფერი. აი ეს ახლა ეს კარიკატურები, რომლებიც ყავთ ოპოზიციონერებად. რის გამკეთებლები არიან? ესენი არ არიან არაფრის გამკეთებლები. ჩვენ ვხედავთ, რომ მათი მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მაგრამ ამათ ჩანაცვლება მოხდება ზუსტად აი ეს სურათი, რომელიც აშკარაა, რომ ეს ოპოზიცია, ეს ლიბერალური ოპოზიცია ვერაფერს ვერ შვება, აშკარაა ეს სურათი. აი ეს სურათი მიაღებინებს გადაწყვეტილებას დასავლეთის მართულ წრეებს, რომ აი აქ საჭიროა ძალიან ესეთი სერიოზული ცვლილებების გატარება და ახალი ოპოზიციის შექმნა. საერთოდ ლიბერალური რიტორიკა და ლიბერალური შინაარსი ოპოზიციის აი ეს არის მთავარი წყარო და მთავარი მიზეზი კრიზისისა. იმიტომ არ მუშაობს ფული, რამდენიც არ უნდა გადმოურიცხონ ის იდეოლოგია, რომელიც დანერგა თავის დროზე ძალიან დიდი სიჩქარით და დიდი ინტენსიურობით მიხეილ სააკაშვილმა უკვე აღარ მუშაობს. სხვათა შორის მიხეილ სააკაშვილი მოდიოდა ხელისუფლებაში სოციალური თემატიკით, სოციალური პოპულიზმით, სამართლიანობის აღდგენით, სოციალური თვალსაზრისით. აი ზუსტად ეს თემატიკა იქნება მომავალი პროამერიკული, პროდასავლური, ეფექტური ოპოზიციის თემატიკა, იმიტომ რომ ჩვენ თუ გადავავლებთ თვალს სოციალურ ქსელებს, აი ეს თემატიკა უკვე აიღო ხელში ოპოზიციურმა სოციალურმა რესურსებმა, რომელიც იმართება დასავლეთიდან, ძირითადად ევროპიდან. თქვენ დააგვირდით, აი ეს თემატიკა, რომ ფასებთან დაკავშირებით რო ძვირდება, ფასები მაღაზიებში, რომ ხელფასები მცირეა, რომ მშრომელთა მდგომარეობა ძალიან მძიმეა, მათი უფლებები არის აბსოლუტურად გაუთვალისწინებელი. დღეს მოქმედებს სრულიად ესე იგი ისეთი ლიბერალური შრომის კოდექსია, რომელიც აბსოლუტურად ესე იგი არის ბიზნესის ხარეს და რა დაქირავებულთა მხარეს, ამაზე აპელირებენ ძალიან ეფექტურად, სხვათა შორის უბრალოდ ეს გაშლილი არ არის, ეს აქტიურ პოლიტიკაში არ არის გადმოსული და სოციალურ ქსელებში რჩება. აი ეს თემატიკა და აი ეს დაპირისპირება ხელისუფლებას, ქართულ ოცნებასა და აი მხარეს შორის. ეს რო გადმოვა პოლიტიკაში და ეს რო გადმოვა აქციებში და ეს რო გადმოვა მიზანმიმართულ პოლიტიკურ ქმედებებში, აი მაშინ ჩვენ დავდგებით ძალიან ისეთი დესტაბილიზაციის საშუალების წინაშე, თუ რა თქმა უნდა ქართულმა ოცნებამ გააგრძელა აი ამ სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკის გატარება, რომელიც დღეს არის საქართველოში. მე მოველი ასეთ განვითარებას მოვლენებისას და ვაფრთხილებ ქართულ ოცნებას და მართველ წრეებს, რომ მათ კონდეთ ხედველობაში მოვლენების განვითარების ასეთი შანსიც, ასეთი ალბათობაც და შესაბამისად იმოქმედონ. საქართველოში არ არსებობს კონსტრუქციული ოპოზიცია, მემარცხენე სოციალისტური ოპოზიცია, რომელიც მიხედავს აი ამ საკითხებს, რომელიც ჩაანაცვლებს და რომელიც დაიჭერს იმ ძალიან აუთვისებელ სივრცეს, რომელიც ჯერჯერობით ათვისებული არ არის და რომელიც შეიძლება აითვისოს საქართველოს მტრებმა, შეერთებული შტატების და ევროკავშირის მოკავშირეების სახით, რომლებსაც უნდათ აი აქ საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა და საქართველოს რომ გადააქციონ ისევ იმ სამხედრო პოლიტიკურ ტარანად, რომელიც ის იყო ამერიკის ხელში მიშა სააკაშვილის დროს, როგორც არის უკრაინა ამერიკის ხელში და ბრიუსელის ხელში დღეს. და ეს შეიძლება მოხდეს ძალიან მალე. დაახლოებით 3-4 წლის პერიოდში, მიახლოებით თუ გადავხედავთ გეოპოლიტიკურ სურათს და რამ აძლევს ამის თქმის საშუალებას. აი ის უკრაინასთან დაკავშირებული მოვლენები, რაც ახლა ხდება და ის მოლაპარაკებები ახლა ზელენსკი ვიცით, რომ ჩასულია მერცთან, იქ საუბარია ახსნეს ის
აკრძალვა რაც იყო შორმანძილზე მოქმედი რადიუსის რაკეტების გადაცემა უკრაინისთვის, ასევე ჩვენს მიერ რითაც გადაცემა დავიწყეთ ეს ტრამპის უკმაყოფილება პუტინზე, რომელიც ცეცხლს ეთამაშება და ძალიან ცუდ მდგომარეობაში ჩააგდებს რუსეთს. მანამდე გვახსოვს ასევე ზელენსკის ის წადილი, რომ არიქა შეხვდეს უშუალოდ პირისპირ პუტინს და პუტინი ამაზე არ მიდიოდა. და პესკოვმა უკვე გააკეთა განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პუტინი მზად არის შეხვდეს ზელენსკის ერთადერთი იმ გარემოების გათვალისწინებით, თუ, რა თქმა უნდა, ტრამპზეც არის საუბარი, თუ დასავლეთი აიღებს იმ ვალდებულებას, რომ გააფორმოს რუსეთთან დოკუმენტი, მყარი დოკუმენტი, რომ უკრაინა, საქართველო, მოლდოვა არ გახდება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი. აქ მეტი კონკრეტიკაა რუსული მხრიდან. ანუ გასაგებია იქ ბევრი პრობლემისგან შედგებოდა ის ომი, რომელიც ახალც მიმდინარეობს, უკვე მესამე წელია. ანუ საწყისები ამ ომის რუსეთი სულ აპელირებდა ამაზე, ლავროვსაც აქვს ნათქვამი, რომ თავარია აღმოიფხვრას ის საწყისები, ის პრობლემები, რის გამოც დაიწყო ეს დაპირისპირება. Первичная причина. ხო, ну აქ იგულისხმება თვითონ ამ უკრაინელების ულტრანაციონალისტურ და პირდაპირ ნაცისტურ მიდგომებს, მიუღებლობას რუსულენოვანი მოსახლეობის, რომელიც არც თუ ისე მცირეა და 8 მილიონი იყო კონფლიქტის დაწყებამდე აღმოსავლეთ უკრაინაში. და თავი იყო ის, რაც თქვათ მოხდა 2008 წელს აქ საქართველოშიც. ეს გახდათ ბუქარესტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი ქვეყანა. ჩვენ გვახსოვს, რომ მერკელმა პირდაპირ დაბლოკა, მაშინ კეთილგონიერება მიმძლავრა. ამის მიუხედავად ჩვენ მაინც დავიჩაგრეთ 400-ზე მეტი ადამიანი დაგვეხოცა აქ, მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების ერთ-ერთი მთავარი საბაბი და საფუძველი იყო სწორედ ეს, რომ უკრაინა პირდაპირ აცხადებდა და გამოთქვამდა სურვილს ნატოში გაწევრიანების. და პუტინი ახლა ამას პირდაპირ ამბობს, რომ დავდოთ ხელშეკრულება, გავაფორმოთ, ყველა მოაწეროს ხელი დასავლეთის ქვეყნებმა, ამერიკის შეერთებული შტატები იქნება ვაშინგტონი, ბრიუსელი თუ ასე შემდეგ, ანუ ყველა. რომ ეს უნდა იყოს მყარი გარანტიები. და არა ისეთი, როგორც ზეპირად აძლევდნენ ყველა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტები გორბაჩოვს, მერე ელჩები ამას წერდნენ მემუარებში, მაგრამ დოკუმენტალურად არ იყო არაფრით გამყარებული. აი ამ შემთხვევაში შესაძლებელია, რომ ეს კონფლიქტი გაჩერდეს. მაგრამ თქვენ რასაც ამბობთ, რომ საქართველოში თუ მოაძლიერებენ ოპოზიციას, მოიყვანენ აქ თავიანთ ლიდერს, ან საერთოდ ქირურგიულად შეცვლიან ხელისუფლებას, როგორც ეს 90-იან წლებში განახორციელა ვაშინგტონმა აქ საქართველოში, მოაშორეს რა გამსახურდიას ხელისუფლება. ზუსტად ასევე შეიძლება მათ კონდეთ ეს აზრი, რომ აქ მათთვის სასარგებლოდ შეცვალონ ხელისუფლება, მაგრამ რატომ უნდა გააკეთონ ეს? რათა დაუძაბონ სამხრეთში რუსეთს ვითარება. სხვა რაიმე ახსნა აქვს ამას? ამიტომაც რუსები ითხოვენ, რომ დაგვიდეთ ხელშეკრულება, რომ უკრაინა, მოლდოვა, საქართველო არ გახდებიან ნატოს წევრი ქვეყნები. ძალიან მარტივად გასაკ ეს საკითხი. არა მხოლოდ რუსეთის წინააღმდეგ, სამხრეთ კავკასია არის რეგიონი, რომელიც შუაში ირანსა და რუსეთს შორის ირანის წინააღმდეგ შესაძლებელია საქართველოს გამოყენება, სომხეთის, აზერბაიჯანის და ასევე ეს არის რეგიონი, რომელსაც გასასვლელი აქვს შუა აზიაზე თავისი მდიდარი რესურსებით და რომელიც არის ასევე უშუალო მოსაზღვრე სივრცე რუსეთის ფედერაციისა ერთის მხრივ და მეორე მხრივ ჩინეთისა. აქედან გამომდინარე საქართველოს შეერთებული შტატები არ მოეშვება. და ეს სტაბილური მდგომარეობა, რომელიც შეიძლება შეიქმნას ტრამპის ადმინისტრაციასა და საქართველოს ხელისუფლებას შორის, ეს დროებითია. ეს იქნება მომზადება ახალი შეტევისთვის, ახლებური შეტევისთვის, ახალი ოპოზიციის ხელით, მაინც მიმაჩნია, რომ ეს მაინც ესე იგი ოპოზიცია იქნება დაახლოებით ისეთი, როგორც თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია, კონსერვატიული, ქრისტიანული და ასე შემდეგ. ჩვენ ვხედავთ, რომ ერთი-ორი პარტია გავლენიანი, მათ შორის საპარლამენტო პარტია გადავიდა უკვე შეერთებული შტატების მხარეს და ამერიკის თამაშს თამაშობს საქართველოში. პირდაპირ შემიძლია დავასახელო, ეს არის პატრიოტთა ალიანსი. ჩვენ ვხედავთ, ეს იყო პარტია, რომელსაც ხელი შეუწყო თავის დროზე ხელისუფლებამ, რომ ის შესულიყო პარლამენტში. უკვე 2020 წელს უგანამ ან ბიზნა
ივანიშვილს და ქართულ ოცნებას, როცა 2020 წელს იყო ლეგიტიმაციის პრობლემა, როცა პარლამენტში ის არ შევიდა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად და იქ შევიდა რამოდენიმე კაცი, რომელიც პატრიოტ ალიანსის სიით იყო გასული პარლამენტში ფრიდონ ინჯიას ხელმძღვანელობით, მაგრამ ეს უკვე აღმოჩნდა პარლამენტში სხვა სახელწოდებით და სხვა პარტიის სახით. დღეს ეს პარტია პატრიოტ ალიანსი ჩვენ ვხედავთ საერთო ჯამში შეუერთდა პროამერიკულ ოპოზიციას თავის მოთხოვნებში. აი ასეთი რაღაც ეს პრეცედენტია, საშიში პრეცედენტი, ჩვენ შეიძლება საქართველოში ვნახოთ ოპოზიცია, ქრისტიანული, კონსერვატიული, რომელიც ოჯახის სიწმინდეს იცავს, აი ამ LGBT-ს წინააღმდეგ გამოდის და შემდეგ ოღონდ პროამერიკული ოპოზიცია. პლუს ამას ჩვენ შეიძლება საქართველოში ვნახოთ ოპოზიცია, რომელიც ამასთან ერთად სოციალური თემატიკით აპელირებს. ამიტომ მიმაჩნია, რომ საქართველოში მომავალი 2-3-4 წლის მანძილზე აუცილებლად უნდა შეიქმნას იმის პირობები, რომ აქ ჯანსაღი მემარცხენე სოციალისტური ოპოზიცია შეიქმნას, რომელიც მიმართული იქნება საერთო ჯამში ქვეყნის აღმშენებლობისკენ, რომელიც იქნება კონსტრუქციული ოპოზიცია, რომელიც არ იქნება მიმართული დესტაბილიზაციისკენ და რომელიც ხელს შეუწყობს სოციალურ-ეკონომიკურ პოლიტიკის შეცვლას ისე, რომ არ დაზარალდეს არც ერთი მხარე, ასე მათ შორის მსხვილი ბიზნესი. მაგრამ ნახეთ თემურ, აქ არის ერთი ესეთი განსხვავება. ამერიკის შეერთებული შტატები თუ კი ხმამაღლა ამბობს და იკვეთება მათ განცხადებებში, რომ რეგიონი შეიძლება იყოს მათი უსერიოზულესი ინტერესი, საკვანძო რეგიონი. ეს იქნება დერეფნების თვალსაზრისით, ტვირთების გადინება, გადადინების თვალსაზრისით და ასე შემდეგ. მაგრამ თუ კი ისინი ასაზრდოებენ ოპოზიციას, თუ რეგულირდება და ხდება გადატვირთვა ხელისუფლებასთან ურთიერთობების, ეს ნიშნავს დამატებით პრეფერენციებს. ანუ შეიძლება ოპოზიციისკენ კი არ წავიდეს ის ფულადი და ფინანსური რესურსები, არამედ ხელისუფლების პირდაპირ ასე ხელისუფლების ჯიბეში არა, მაგრამ ქვეყნის ბიუჯეტში ვთქვათ. და არქმევენ ამას გრანტს, ან გახსოვთ ალბათ სააკაშვილის დროს მინისტრებს ცალკე ხელფასების გარდა პირდაპირ დანარიცხი ჰქონდათ კიდევ ვალუტაში, ამერიკის ხელისუფლების ეს დახმარების სახით და ასე შემდეგ. მაგრამ თუ ამერიკული ინტერესები ჩვენ აქ არ გვინდა და სუვერენიტეტზე გვაქვს საუბარი და პარალელურად მიდის მსჯელობა რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირებაზე, რუსეთი ამას არ აკეთებს და არ გააკეთებს. პრინციპში ამასაც თავადაც ამბობენ. ჩვენი გვაქვს მისახედიო. ახლა მაგალითად მათი პრეზიდენტი იჯდა იქ მინისტრებთან და იმ აპარატის თანამშრომლებთან და ამბობდა, რომ შეზღუდეთ ისინი, ან საერთოდ მოაშორეთ, ვინც ჩვენ ბაზარზე იმყოფებოდა, შემდეგ აი ამ ომის საბაბით გავიდა, ჩვენ პროდუქცია რატომ უნდა ზარალობდესო? რატომ გააკეთებს, თქვათ, მაგალითად რუსეთი იგივეს, რაც აქვს გამოცდილება ამერიკის შეერთებულ შტატებს მესამე ქვეყნებში ფულის დარიგების, ეს ინიექციები, რითაც რა თქმა უნდა სარგებელს იღებს. ხო და აი აქ როგორ უნდა მოვიქცეთ? თან საუბარია, ახლა იმასაც ჩვენ გვაქვს დრო და ვილაპარაკოთ. პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის აქვს მოთხოვნათ, რომ დაიწყოს რუსეთთან აღდგეს დიალოგი. ასევე მიდის ეს პროცესი, რასაც ქვია ხელმოწერების შეგროვება. და თუ კი ერთი კვირის წინ იყო 11,000 ხელმოწერა, ახლა როგორც ვიცი 18,000-აც და ეს და უფრო მეტიც 20,000 თუ არ ვცდები. 23,000-ზე მეტია. ხო, ანუ ყოველდღიურად იმატებს და იმატებს ეს ციფრი. და ვიცი რომ ასაგროვებელია 100,000 ხელმოწერა. ამის შემდგომ რა ხდება და უფრო მეტი დეტალი რომ ჩვენს მაყურებელს რომ გავაცნოთ. რაც არ უნდა კარგი ურთიერთობები აწყოს შეერთებულმა შტატებმა ქართულ ოცნებასთან, ის ვერ მოისყიდის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას საქართველოსი, რადგანაც მე არ ამგონია, რომ საქართველოს პოლიტიკური ხელმძღვანელობა წავიდეს საქართველოს დაღუპვაზე. შეერთებულ შტატებს რისთვის ჭირდება ხელისუფლება საქართველოში, რომ თავისი იყოს? ჭირდება აი ამ მიზნის შესასრულებლად, რომ ის დაუპირისპიროს რეგიონის ყველაზე გავლენიან და ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს, რუსეთსა და ირანს. ეს კი საქართველოს დამღუპელია.
დაუპირისპიროს არა მხოლოდ ეკონომიკურად, არამედ სამხედრო პოლიტიკური თვალსაზრისითაც. ამაზე ქართული ოცნება და მისი პოლიტიკური ხელმძღვანელობა უმაღლესი და პირდაპირ თქვათ ბიძინა ივანიშვილი ამაზე არ წავა. აქედან გამომდინარე ალიანსის შეერთებული შტატების ადმინისტრაციასა და საქართველოს უმაღლეს პოლიტიკურ ხელმძღვანელობას შორის ნამდვილი ალიანსი მიმართული მესამე მხარის წინააღმდეგ რუსეთის და ირანის წინააღმდეგ არ გამოვა იმ მიზეზის გამო ეს იქნება საქართველოს წინააღმდეგ ალიანსი. საქართველოს დაღუპვა ამაზე არ წავა. არც ბიძინა ივანიშვილი და არც მისი ასე ვთქვათ მეგობრები, რომლებიც მართავენ დღეს ქვეყანას. გამოვიდეთ აქედან. მეორე, რაც შეეხება რუსეთს. რუსეთი, რა თქმა უნდა, პირდაპირ არ ჩაერევა და ვერ ჩაერევა საქართველოს საშინაო ისე უხეშად ყოველ შემთხვევაში როგორც ეს ამას აკეთებს შეერთებული შტატები, მაგრამ ჩვენ ვხედავთ ახალ სიოს, ახალ კონკრეტულ ასე ვთქვათ იდეებს, რომელიც რეალიზებაც ხდება რუსეთის მხრიდან. აი ეს დღეები არის გამოჩნდა, რომ პრაქტიკაში უნდა რუსეთის პოლიტიკურ ხელმძღვანელობას დანერგოს, მოახდინოს რეალიზება ევრაზიის სივრცეში და პირველ რიგში პოსტსაბჭოთა სივრცეში ერთიანი უშიშროების სისტემის შექმნა. დღეს მიმდინარეობს სხდომა ძალიან გავლენიანი უმაღლესი ხელისუფლებისა მოსკოვში, იქ საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც ეხება აი ამ საკითხებს ევრაზიის კონტინენტში. ერთიანი უშიშროების სისტემის შექმნის საკითხებს პერმში მიმდინარეობს შესაბამისი კონფერენცია, რომელიც ორგანიზატორი არის სახალხო ერთიანობის კლუბი, რომლის წევრიც გახდა მამუკა ფიფია. მამუკა ფიფია იმყოფება დღეს ახლა პერმში და აი ამ მეტად მნიშვნელოვან კონფერენციაში ღებულობს მონაწილეობას როგორც პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის საერთაშორისო მდივანი და ჩვენ ვხედავთ აი ამ კონკრეტულ ძალისხმევას რუსეთის მხრიდან, რომ შეიქმნას ევრაზიის სივრცეში ერთიანი უშიშროების სისტემა. ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო უკვე ამის იგნორირებას ვერ გააკეთებს. ვერ გააკეთებს იმ წინადადებების იგნორირებას, რომელიც მოდის არა მხოლოდ რუსეთიდან, არამედ მეზობელი ქვეყნებიდან. ეს შეეხება ინტეგრაციულ ფორმებს, როგორიცაა დაუშვათ ევრაზიულ ეკონომიკური კავშირი. ეს არის ბრიქსი, ეს არის შოსი, ეს არის 3+3 და ასე შემდეგ. და ერთიანი რაღაცა კი არა, კონკრეტული უშიშროების სისტემა, რომელიც შეიქმნება უახლოეს შეიძლება თვეებშიაც კი ევრაზიულ სივრცეში. აქედან გამომდინარე, აი ეს ნეიტრალური მდგომარეობა არ ჩემი, არ შენი, რასაც საქართველოს ხელისუფლება დღეს ატარებს საგარეო პოლიტიკაში. ამას დიდი დრო არ აქვს. საქართველოს წინ უნდა წავიდეს, ნაბიჯი უნდა გადადგას და უნდა დაიწყოს დიალოგი თავის ყველაზე დიდ უშუალო სახელმწიფოსთან, მეზობელ ქვეყანასთან, ბირთვულ ქვეყანასთან, რომელზეც ეკონომიკურად ვარ დამოკიდებული რუსეთის ფედერაციასთან. რამ ინიციატივით გამოვიდა პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის თავის პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, ამ კოალიციას დაერქვა თავისუფალი ტრიბუნა და ამ კოალიციის მიერ ხელმოწერები გროვდება დღეს. ხელმოწერები ელექტრონულად გროვდება 23,000-ზე მეტია. თუმცა ელექტრონული რესურსი ნახა 50,000, 60,000-მდე ადამიანმა. იქ მთავარი პრობლემა არის ელექტრონული პოსტა. ელექტრონული პოსტა ყველას არ აქვს. ელექტრონული პოსტა არის ისეთი რამ, რომელიც არც სჭირდება დღეს ადამიანს. იმიტომ რომ აი ამ ასე იგი გარკვეული ელექტრონული ინფორმაციის გადაგზავნა ელექტრონული პოსტით არ ხდება, თუ შენ ფირმა არ გაქვს, თუ შენ რაღაცა ისეთი ორგანიზაცია არ გაქვს, რომელსაც ეს მაინც და მაინც აუცილებელია მისთვის. გადაგზავნა ხდება სხვადასხვა რესურსებით, ტელეგრამით, WhatsApp-ით და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე, აი ეს მოთხოვნა, რომ იქ ელექტრონული პოსტა უნდა იყოს მითითებული, აი ეს აძნელებს ხელმოწერების შეგროვებას. თორემ ორჯერ მეტი იქნებოდა. მაგრამ მე მიმართავ მოსახლეობას, იქ თავარი არის, რომ იყოს სახელი და გვარი დაფიქსირებული სწორი. და ხელმოწერა დაკლიკვა, რომ გააკეთებ, უკვე ხელმოწერას ნიშნავს იქ. და იქ შესაძლებელია ელექტრონული პოსტა ჩაწერო დაუშვათ ნამდვილი, რა თქმა უნდა, მაგრამ დაუშვათ შენი ნაცნობის, შენი თავარია რომ მიგიშვას აი ამ სისტემამ, რაზე ჩვენ ეს
პეტიცია ავტვირთეთ და ჩვენი სისტემა არ არის, ჩვენი რესურსი არ არის, მიგიშვას და დააფიქსირო შენი ხელმოწერა. გარდა ამისა, ჩვენ პარალელურ რეჟიმში უკვე მუშაობთ, ეგრეთ წოდებული ქაღალდის ანკეტები გვაქვს, ის ატვირთულია ჩვენს რესურსზე და აი ამ ქაღალდის ანკეტებით უკვე დავიწყეთ, ერთი კვირა დავიწყეთ ხელმოწერების შეგროვება, რომელიც მიემატება აი იმ ელექტრონულ ხელმოწერებს. ჩვენ მიგვაჩნია, რომ 2-3 თვის მანძილზე ჩვენ მივახცევთ სერიოზულ ციფრს და რომელიც იქნება მორალურ-პოლიტიკური აქტი და რომლითაც ჩვენ ყველას საერთაშორისო თანამეგობრობას და საქართველოს ხელისუფლებას ამითი ვაცნობებთ, რომ საქართველოს მოსახლეობის სერიოზული ნაწილს უნდა რუსეთთან პირდაპირ დიალოგის აღდგენა. კი ბატონო. და თქვენ როგორ ფიქრობთ, რამდენი ხანი დაჭირდება ამ პროცესს? აგროვდა თქვათ ეს 100,000 ხელმოწერა, შემდგომი ნაბიჯი რა იქნება? სანამ ხელმოწერების კამპანია, ეს არის არა უბრალოდ ხელმოწერების შეგროვების კამპანია, ეს არის გარკვეული გასვლები რეგიონებში, ეს არის მოსახლეობასთან საუბარი, მოსახლეობის აზრის, ესე იგი, სხვადასხვა რეგიონში მისი აზრის გამოკითხვა და მათი პოზიციის შესწავლა. ეს არის ორმხრივი პროცესი, რომელიც ჩვენ საშუალებას მოგცემს, რომ გარკვეული, ესე იგი, მუშაობა გავატაროთ საქართველოს მოსახლეობასთან ქალაქებში, რეგიონებში და შექმნათ გარკვეული ბაზა სახალხო მოძრაობისთვის. აი ეს არის ჩვენი მიზანი, რომ შეიქმნას სახალხო მოძრაობა საზოგადოებრივ საწყისებზე, რომელიც მიზნად დაისახავს საქართველოში პოლიტიკური ვითარების შიგნით გაჯანსაღებას და მიზნად დაისახავს იმას, რომ საქართველოს შეასრულოს ძალიან დადებითი რეგიონალური პოლიტიკაში დადებითი როლი და ამით თვითონ არა მხოლოდ შიდა პოლიტიკური ვითარების სტაბილიზაცია მოხდეს, არამედ საქართველოს მდგომარეობის სტაბილიზაცია მოხდეს ჩვენს რეგიონში. ეს არის ჩვენი მიზანი და ეს მიზანი არ არის 1 და 2 თვის მიზანი, ეს არის რამოდენიმე თვის მიზანი. როგორც კი შეგროვდება ხელმოწერები, ჩვენ მანამდე შეიძლება რამე ისეთი ღონისძიება მოვაწყოთ, დაუშვათ საორგანიზაციო ჯგუფის შეკრება დაახლოებით ისეთი შეკრება, როგორც იყო ამბასადორში, ჩვენ ამას გავაკეთებთ და ხელმოწერების შეგროვების შემდეგ ჩვენ შეიძლება ერთიანი რაღაცა სახალხო ფორუმიც კი მოვაწყოთ აი ამ ხელმოწერების შეგროვების შემდგომ. ასე რომ ეს არის პოლიტიკური პროცესი, ეს არის საზოგადოებრივი პროცესი, კი, პოლიტიკური პროცესია, რომელშიც მონაწილეობს საზოგადოებრივი მოძრაობები. გასაგებია ეს ყოველივე უბრალოდ აქ ტოვებს ერთადერთ მომენტს გაუგებარს ის, რომ რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს, აი მე ვილაპარაკე იმაზე, მოთხოვნა დასავლეთის მიმართ, რომ მან მოაწეროს ხელი, რომ არ გაფართოვდება აღმოსავლეთით ჩრდილოატლანტიკური ალიანსი, სადაც ლაპარაკია 3 ქვეყანაზე, ეს არის უკრაინა, საქართველო და მოლდოვა, მაგრამ იქიდან გამომდინარე რა რომ ევროკავშირი ამ შემთხვევაში დაპირისპირებულია საკმაოდ მწვავედ რუსეთთან არ ტოვებს იმ შესაძლებლობებს და იმ ცდილობებს, რომ კვლავ განახორციელოს აი იმ გავლენის ქვეყნებზე კიდევ უფრო მეტი გავლენა, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან აქვს დაპირისპირება. თუ აი ეს თქვენი ინიციატივით მთელი რიგი საკითხები გვარდება რუსეთთან და რუსეთსაც აწყობს ეს, რომ საქართველოსთან დაალაგოს ვითარება, ჩვენ ნახეთ იქიდანაც გამოხმაურება აი იმ ამაზრზენი ფაქტის შემდეგ, რაც მოხდა იქ დროშის შეურაცხყოფა, რუსეთის დროშის შეურაცხყოფა. ევროკავშირმა ამჟამად გაავრცელა კიდევ ახალი სტრატეგიის შესახებ ინფორმაცია, რომელიც გულისხმობს სტაბილური და უსაფრთხო შავი ზღვის რეგიონისთვის ახალი სტრატეგიის წარდგენას და ნახეთ აქ არის ესეთი რამ, რომ ევროკომისია თავის პრეს-რელიზში აღნიშნავს, რომ სტრატეგია მიზნად ისახავს კავშირებისა და ზრდის გაძლიერებას ევროპის სამხრეთ კავკასიასთან, ცენტრალურ აზიასთან და მის ფარგლებს გარეთ დაკავშირებით გზით.
და საუბარია კვლავ იმაზე, რომ რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიის ფონზე სტრატეგია ასევე გააძლიერებს ევროკავშირის, როგორც შავი ზღვის რეგიონში საიმედო აქტორის გეოპოლიტიკურ როლს, ევროკავშირი უფრო მჭიდრო თანამშრომლობას დაამყარებს უკრაინასთან, მოლდოვასთან, საქართველოსთან, თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან და წინ წაწევს რეგიონული თანამშრომლობის დაკავშირებულობის სფეროში. წარმოგიდგენიათ, ეს ეხლა რუსეთისთვის აი სტრატეგია არის პროვოკაცია. კიდე დამატებითი. ჩვენ ვცდილობთ რომ დავალაგოთ ურთიერთობა რუსეთთან, დიალოგი დაიწყოს და ევროკავშირი, რომელიც ჩვენ აქ კვლავ მოძღვრავს მათი ელჩების მეშვეობით კაცრი განცხადებები კეთება. თან ოფიციალური პოზიცია საქართველოს ხელისუფლებას დღემდე აქვს ვექტორი პროდასავლური და ეს არის კიდე ერთ-ერთი ნაღმი რუსეთთან წინააღმდეგობრივი პოლიტიკისა და როგორ გესახებათ აი ამ ყველაფერთან გამკლავება. ევროკომისია ესეთ პრეს-რელიზს აცხობს. აი სხვას ვერაფერს ვერ დავარქმევ. ისინიც ჩქარობენ და ამის გამოძახილია ეს. ამას ქვია ახლა უცებ გამოაცხეს აი ეს პრეს-რელიზი. რაღაცეებს მჩხიბაობენ, აი როგორც იქ ნაპოლეონები და ჰიტლერები რო იდგნენ რუკასთან და თავიანთ მარშლებს და ფელდმარშლებს ეუბნებოდნენ ახლა ესე უნდა ვქნათ, ასე უნდა გავაკეთოთ. ეს ისინი ახლა წრეებს ურტყავენ აქ ყველაფერს. ხედავენ რა რომ რუსეთთან წამგებიან პოზიციაში არიან. კვლავ აღვივებენ იმ რუსეთის გარე პერიმეტრზე არსებული ქვეყნების ჩათრევას ურთ, სხვა რა შეიძლება მას დაარქვა. პრეს-რელიზში უწერიათ ეს ყველაფერი. ხო და აი როგორ ფიქრობთ ახლა აქეთ შტატები ცდილობენ ტრამპის ადმინისტრაციის სახით ურთიერთობა დაალაგონ, გაუჭირდათ როგორც ჩანს, აბა რას ნიშნავდა ის ამდენი ხანი არ ცნობდნენ, საერთოდ იგნორირებული იყო, ინერტული დამოკიდებულება იყო ახალ ხელისუფლებასთან, ანუ არჩევნების შემდეგ ყაველაშვილზე ეს რაღაც ქილიკით და საერთოდ არც ახსენებდნენ, ახლა უმალ იქ სახელმწიფო დეპარტამენტის მხრიდან მილოცვა არის რუბიოს, ტრამპის აქ ბიძინა ივანიშვილთან ითხოვენ სასწრაფოდ კიდე შეხვედრას. ანუ გამოდის რომ უჭირთ რეალურად. უჭირთ იმიტომ რომ ვერ წააქციეს ქართული ოცნება ტაიმ-აუტი აიღეს. ისინი შეცვლიან ტაქტიკას, ამაზე ჩვენ ვისაუბრეთ უკვე გადაცემის პირველ ნახევარში. რაც შეეხება ევროკავშირის აი ამ ცდილობებს, ეს არის ზუსტად აი ამ ვლადიმერ პუტინის აი ამ ინიციატივის პასუხი, რომ არ მოხდეს ამ ინიციატივის ასე ვთქვათ გაშლა, გაფართოება და მასში სამხრეთ კავკასიის ქვეყნების ჩართვა. თუმცა აქ მარტო სამხრეთ კავკასიის ქვეყნები არ მოიზაზრება, შუა აზიის ქვეყნებს ეხება, ეს ეხება საერთოდ გლობალურ სამხრეთს, ჩინეთს, ირანს და ასე შემდეგ და ამას წინ ვერაფერი ვერ დაუდგება ერთიანი უშიშროების სისტემის შექმნას ევრაზიის კონტინენტზე. რაც შეეხება ჩვენ მდგომარეობა, ჩვენ რა თქმა უნდა ჩვენ არ ვართ ხელისუფლებაში. აქედან გამომდინარე ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ ის ქმედებები განვახორციელოთ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად და ჩვენი მოქმედი კანონების სრული დაცვით, რასაც ჩვენ ვახორციელებთ, აი თუნდაც ხელმოწერების კამპანიასთან დაკავშირებით. მეორე მხრივ ეს არის, რა თქმა უნდა, ისეთი აქტი, რომელიც ამზადებს მორალურ პოლიტიკურ ვითარებას საქართველოში მისათვის, რომ საქართველოს დაიწყოს პირდაპირ დიალოგი რუსეთთან. ჩვენ არ მოუწოდებთ ხელისუფლებას და არც ჩვენ გვინდა რომ გავაუღრესოთ მდგომარეობა და ურთიერთობები ევროპის ქვეყნებთან. ჩვენ ეს არ გვაწყობს, საქართველოს არ აწყობს, საქართველოს პარატარა ქვეყანაა, ჩვენ არ გვაწყობს ცუდი ურთიერთობები არც შეერთებულ შტატებთან, არც გერმანიასთან, არც საფრანგეთთან, არც ინგლისთან, აი ამ ძლიერ ქვეყნებთან. ჩვენ არ მოუწოდებთ ხელისუფლებას რომ მათთან გაამწვავონ ურთიერთობები. უბრალოდ ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას რომ დაარეგულირონ ურთიერთობები ისეთ დიდ ქვეყანასთან, როგორიცაა მეზობელ ქვეყანასთან, როგორც არის რუსეთის ფედერაცია, რომლის გარშემოც ხდება აი ამ ქვეყნების ასე ვთქვათ დაახლოება მის გარშემო მოგროვება და ერთიანი სივრცის შექმნა ჩვენ ამას თვალნათლივ ვხედავთ ჩინეთთან ერთად აკეთებს ამას რუსეთი ეს არის ისეთი პროცესი რომელსაც საქართველოს ვერ წაუგა დღეს თუ არა ხვალ ჩვენ ამ პროცესში ჩართვა აუცილებლად მოგვიხდება და ჩვენ უნდა გავაკეთოთ ეს წინსწრებად იმისათვის რომ საქართველოს კონდეს ხელსაყრელი
პირობები აი ამ სივრცეში გაერთიანებისათვის. იმისათვის რომ საქართველოში მოსახლეობას გაუმჯობესდეს მდგომარეობა. საერთოდ თვითმიზანი ეს არის რომ საქართველოს მოსახლეობის მდგომარეობა გაუმჯობესდეს. გაუმჯობესდეს ეკონომიკური ვითარება, სოციალური ვითარება და ის რაზეც ვისაუბრეთ რომ ხელფასები მაღალი იყოს, დასაქმება მეტი იყოს. და ხელი შეიწყოს ყველა საერთოდ, არა მხოლოდ იმათ, ვინც რუსეთშია საქართველოს მოსახლეობა, არამედ ევროპაში. ჩვენი მიგრანტები ვინც არიან იქ. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, ჩვენ მივესალმებით საქართველოს ხელისუფლების ძალიან ფრთხილ დამოუკიდებულებას ევროპის ქვეყნების მიმართ, შეერთებული შტატების, ამას ჩვენ მივესალმებით, ასე უნდა მოხდეს. მაგრამ ასევე ჩვენ მოუწოდებთ ხელისუფლებას, რომ აღდგეს ურთიერთობები ცივილიზებული, ისეთი როგორც მიღებულია დღეს მსოფლიოში, კეთილმეზობლური ურთიერთობები ყველა მეზობელთან, მათ შორის რუსეთის ფედერაციასთან. დიდი მადლობა თემურ გადაცემაში სტუმრობისთვის. მე მაყურებელს შევახსენებ, ჩვენი სტუმარი გახდათ პარტია სოლიდარობა მშვიდობისთვის გენერალური მდივანი თემურ ფიფია და ჩვენ უკვე შევხვდებით ზეგ პარასკევს 16 საათზე. მადლობა ყურადღებისთვის, ნახვამდის. მადლობთ.